კატალიზატორი არის ნივთიერება, რომელიც რეაქციის სიჩქარეს ზრდის, მაგრამ თვითონ არ შთაინთქმება და მოდი ვნახოთ აი ამ მაგალითზე, სადაც გვაქვს წყალბადის ზეჟანგი, რომელიც იშლება და გვაძლევს წყალს და ჟანგბადს. ეს რეაქცია თავისით მიმდინარეობს, ანუ ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ არის ძალიან ნელი. და სტანდარტულად იმისთვის რომ ავაჩქაროთ, უნდა დავამატოთ კატალიზატორი, რომელიც შეიცავს იოდიდს, მაგალითად შეიძლება იყოს კალციუმის, უბრალოდ კალიუმის იოდიდი ან ნატრიუმის იოდიდი. თავი იდეა არის მოკლედ რომ დავამატოთ რაიმე სახით იოდი. და როცა ამას ვიზამთ, ეს იმოქმედებს კატალიზატორის სახით, კატალიზატორის როლში იქნება. ესე იგი აქ გვაჩვენებ რომ დავამატეთ იოდის ანიონი და პირველი ელემენტარული ნაბიჯი არის შემდეგი. წყალბადის ზეჟანგი შედის რეაქციაში იოდის ანიონთან და ეს გვაძლევს წყლის მოლეკულას და ჰიპოიოდიდს. ამიტომ ამას მოდი დავარქმევ, ახლა ჰიპოიოდიდი რომ ქვია გასაგებია, მაგრამ ეს არის შუამავალი წევრი, შუამავალი ნაერთი არის, რაც შემდეგ განაპირობებს უკვე დაჩქარებას. ანუ თვითონ ეს პროცესი, ეს პირველი ელემენტარული ნაბიჯი არის ნელი. მაგრამ შემდეგ, რადგან უკვე გვაქვს ეს ჰიპოიოდიდი, შეგვიძლია რა თვითონ აჩქარებს რეაქციას შემდეგნაირად. ისევ გარემოში არსებულ წყალბადის ზეჟანგთან შედის რეაქციაში და ამის შედეგად ვიღებთ წყალს, ჟანგბადს და იოდის ანიონს. და ეს უკვე არის ჩქარი, ან სწრაფი ჯობდა და მეწერა ალბათ, სწრაფი რეაქცია. და საბოლოო ჯამში დრამატულად ჩქარდება რეაქცია და საინტერესო იქნება, მოდი დავწეროთ ჯამური რეაქცია რა არის აქ. აქეთ მხარეს გვაქვს რეაგენტები და აქეთ მხარეს არის გამოტო იოდი როგორღაც. აქეთ მხარეს არის პროდუქტები და ბევრი რაღაც კი არის, მაგრამ დავაჯამოთ და ძალიან საინტერესოდ და ლამაზად გამოიკვეთება, რასაც ვამბობდი. ესე იგი, წყალბადის ზეჟანგი პლუს იოდის ანიონი პლუს კიდევ წყალბადის ზეჟანგი პლუს ჰიპოიოდიდი და მეორე მხარეს გვაქვს წყლის მოლეკულა პლუს ჰიპოიოდიდი პლუს ისევ წყლის მოლეკულა პლუს ჟანგბადი პლუს იოდის ანიონი. ეხლა აქ ბევრი რაღაცაა, მაგრამ თუ დავუკვირდებით, იოდი არის ორივე მხარეს, იოდის ანიონი, ესე იგი გავაბათილეთ, რაც ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ რეაქციაში, აი ამ მთლიან რეაქციაში შევიდა იოდი, მაგრამ შემდეგ ისევ დავიბრუნეთ საბოლოო ჯამში, ანუ სულ თავიდან რაღაცნაირად შევიდა რეაქციაში, მაგრამ შემდეგ ისევ აღდგა, ასე ვთქვათ, ანუ დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას, ამიტომ არ დახარჯულა რეალურად. ანალოგიურად, აი აქ წარმოიქმნა ჰიპოიოდიდი, მაგრამ აი აქ შემდეგ ისევ დაიხარჯა, ასე რომ ესეც ორივე მხარეს არის რეაქციის და გაბათილდა და შედეგად რაც დაგვრჩა არის მარცხენა მხარეს ორი მოლეკულა წყალბადის ზეჟანგი და მარჯვენა მხარეს ორი მოლეკულა წყალი და ერთი მოლეკულა ჟანგბადი, რაც აი ზუსტად ზემოთ გვიწერია. ანუ ესე იგი, ისევ რა გამოვიდა, რომ ჩვენ დავამატეთ კატალიზატორი, კერძოდ ამ შემთხვევაში იოდის ანიონი არის მთავარი როლი აქ და ეს არის მექანიზმი, როგორც წესი, ანუ მექანიზმის იდეა ის არის, რომ უნდა შეიცავდეს ელემენტარულ ნაბიჯებს, რომლებიც შემდეგ, როცა მათ გავაერთიანებთ, როცა მათ დავაჯამებთ, გვაძლევს საბოლოო მთლიან რეაქციას და ეს ელემენტარული ნაბიჯები, პირველი ნაბიჯი ამ შემთხვევაში იყო, რომ იოდი შევიდა რეაქციაში წყალბადის ზეჟანგთან, მოგვცა წყალი და ჰიპოიოდიდი და შემდეგ თვითონ ეს ჰიპოიოდიდი, რომელიც შუამავალი არის, შევიდა რეაქციაში გარემოში არსებულ წყალბადის ზეჟანგთან და სწრაფი რეაქცია მოგვცა და შედეგად გვაქვს წყალი, ჟანგბადი და იოდი ისე. და ნუ საბოლოო ჯამში რეაქციას რომ დაუკვირდებით, ჯამურ რეაქციას, არ შეცვლილა სურათი იოდის კუთხით, ანუ რამდენი იოდიც იყო, ისევ იმდენი არის, არ დახარჯულა, ანუ რაღაცნაირად შევიდა რეაქციაში, მაგრამ შემდეგ ისევ გამოვიდა ბრჭყალებში. ასე რომ ეს არის ესე იგი რეაქცია და თან შეგვიძლია განსაზღვროთ ასევე ტემპი, ანუ რეაქციის სიჩქარე და რეაქციის სიჩქარის განსაზღვრელი არის აი ეს პირველი ელემენტარული ნაბიჯი, იმიტომ რომ ნელი ნაბიჯი ეგაა, ხო? ანუ ნელი რეაქცია. ესე იგი შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის რეაქციის განსაზღვრელი ესე დავწერ ნაბიჯი. RDN ინგლისურად RDS Rate Determining Step სადმე თუ შეგხვდა, მაინც რომ ვიცოდეთ. და შეგვიძლია დავწეროთ სიჩქარის კანონი რა იქნება. ეს იქნება, ნუ რაც არის აქ კონკრეტულად სიჩქარის მუდმივა რეაქციის ეგ გამრავლებული, რაც ვისწავლეთ წინა ვიდეოებში უკვე, ხო? კონცენტრაციაზე წყალბადის ზეჟანგის A+2 და რადგან მარტო ამ რეაქციას უყურებთ, პირველ ხარისხში იქნება, ხო? ანუ არაფერი კოეფიციენტი არ აქვს, 1 აქვს და იოდის ანიონის კონცენტრაცია. ასევე პირველ ხარისხში, იმიტომ რომ ასევე 1 არის მისი კოეფიციენტიც.
თან მნიშვნელოვანი არის შეგვეძლოს ამის დადგენა, იმიტომ რომ მექანიზმისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა კიდევ ის არის, რომ ექსპერიმენტულად როგორიცაა სიჩქარის კანონი, უნდა ვაჩვენოთ, რომ მართლა მაგას ემთხვევა, რაც ამ შემთხვევაში ვაჩვენეთ კარგად. ასე რომ ახლა მოდი გადავიდეთ, რატომაც ძალიან შორს მქონია ეს. მოდი ენერგიის პროფილს შევხედოთ და ნახოთ ამ კუთხით რანაირი ინტერპრეტაცია შეგვიძლია მივცეთ იმას, რომ იოდის დამატების შედეგად პასტა ისევ მელანი გათავდა, წინაზეც ვიხუმრე ეგრე. იოდის დამატების შედეგად რა ხდება მოკლედ? ვიცით რომ რეაგენტების რეაქცია არის რაღაცა საწყისი, აი ეს რეაქცია კი და რეაგენტების ენერგია არის რაღაცა საწყისი რაოდენობა, რაღაც საწყისი სიდიდი არის მათი ენერგია და მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ კატალიზატორის დამატებით ამათი ენერგია არ იცვლება, არც პროდუქტების საბოლოო ენერგია იცვლება. იცვლება აქტივაციის ენერგია. ანუ თავიდან როცა არ ვამატებთ კატალისტს, კი არა და კატალიზატორს, ინგლისურად არის catalyst და ზოგჯერ შეიძლება შემთხვევით ეგრე ვთქვა ხოლმე. ვიცით მაგ შემთხვევაში რომ აქტივაციის ენერგია არის ამათ რა ენერგიაც აქვთ მაგასა და მინიმალურ საჭირო ენერგიას შორის სხვაობა. ანუ აი ეს სხვაობა არის აქტივაციის ენერგია, ხო? და კატალიზატორს როცა ვამატებთ სინამდვილეში რაც ხდება არის რომ აქტივაციის ენერგია არის უფრო ნაკლები. ანუ ნაკლები ენერგიაა საჭირო იმისთვის რომ ეს ნივთიერება, ამ შემთხვევაში იშლება ხო, დაიშალოს. ან რეაქცია რომ მოხდეს მოკლედ. და ახლა ეს რამდენად ზუსტი არ ვიცი, მაგრამ ალბათ მიხვდებოდით რომ ეს არის აქტივაციის ენერგია იმისთვის რომ პირველი ნაბიჯი განხორციელდეს, ესე იგი ეს არის EA1 დავარქვათ ამას და შემდეგ აი ეს შეესაბამება უკვე ამ შუამავალი ნაერთის ჰიპოიოდიდის ენერგიას და შემდეგ აი აქეთ გვაქვს მეორე აქტივაციის ენერგია, რომელიც საჭირო არის მეორე ნაბიჯისთვის, უფრო პატარა არის შესაბამისად უფრო სწრაფია მართლაც ის მეორე ნაბიჯი, ხო? აი ეს ხდება რეალურად, როცა კატალიზატორს ვამატებთ და კი არ იცვლება ან რეაგენტების ან პროდუქტების ენერგია, არამედ იცვლება აქტივაციის ენერგია, მცირდება, რის შედეგადაც უფრო მარტივად მიმდინარეობს რეაქცია და ამიტომ არის რომ ჩქარდება მთლიანად რეაქცია.